ძვირფასო მეგობრებო, გაზაფხული არ გეგონოთ, მაგრამ ჩვენთან გაზაფხულივით შემოვა გია ჯაჯანიძე. მადლობა მომდანებისთვის, ჩემო გია. მე რაღა ვქნა. ზემო იმერას მოგესალმება ქვემო იმერელი. დედა, შენ ქვემოთ ახარ მე ზემოთ. იმედი აღმოჩნია. არა, ზემო იმერი. შეხოზე. კაი მე ზემო იმერელი. შენ ძალიან ახალგაზრდა რო ხარ, გარყვნილი ხარ, მე მოხუცი რო ვარ, აღარ ვიცი. აღარ იცი, მოგიყვები მე გაგა ვიდეოებს განაცხადი. კარგი. ესე იგი, გია ბატონო, მართალია, პირველად არ ხარ ახლა ჩვენთან სტუმრად, მაგრამ შენი ყოველი მოსვლა ფაქტიურად პირველად შემოსვლა არის, ამიტომ ეთილი იყოს ჩემს შოუში შენი უცნაური და სხვადასხვა ფერის ფეხი. გაიხარე ჩემო კარგო. დიდი მადლობა. ერთია ჯამრთელობა, მეორე დოვლათი და ბარაკა. ჯანდაბა და დოზანა რომელია? შუაშია, ოღონდ არ ჩანს. დედა დღეს რა დღეა? არ ვიცი რა დღეა, არ ვიცი ხო რაღაცა ეთყობა, საუბრები გაქვს ხო იქ უცხო პლანეტელებთან. ხო. შენ ვიცი. არა, როგორ არ ვიცი, საქვეყნოთ არის ცნობილი და სხვათა შორის იმადგან ვიცი. იმიტომ რომ მე ვსაუბრობ ხოლმე ოღონდ, შენ ისე საუბრობ ჩვეულებრივად და მე 10-15 ჭიქის შემდეგ. მართლა. მე და ჟიჟა მოვდიოდით ერთად ახლა. ჟიჟა არის ჩემი მეგობარი, რომელიც იქ ცხოვრობს. და ატეხა ძაღლმა ყეფა დაბლა, გამოვარდა დაცვა. ეგ ჩემი ჩამოყვანილია ყეფა ვინც ატეხა. გამოვარდა დაცვა ძლივს ძაღლი ხედავს სხვათა შორის, სხვა ვერ ხედავს. რას მეუნები. კი. აჰა, აი. ესე და ისეთ სახით ამბობს, რომ უსმენ მეც და მე. შენ გონია არ? ანუ ეს ჟიჟინი მაქედან მოდის, ეს ჟიჟა, ხო არ გაჟიჟინებსო, მაქედან არის ეს სიტყვა. ეგ არის. რატო იცი პირველად რომ დაინახე ჟიჟინი დაეწყო ხალხს და აი ამის გასაგებია, ესე იგი მიხარია რომ თანატოლები შევიკრიბეთ გადაცემაში. ამიკო, ეს რო არ ჩაგეწერა, აქ სცენარში არ შეგეძლო, ხო ეს კითხვა? ყოჩა. რამდენი წლის ხარ ბოლო? ბოლო რა, თავიდანვე გეტყვი თუ გინდა და 54 წლის ვარ. არ მალავ, ხო? რატო უნდა დავმალო? შენ არ მალავ და მე რატო დავმალო? მე სხვათა შორის ვიმატებ წლებს, იცი? იმატებ? კი. ეს იმათმა დაგარიგეს? კი. ძაღლივით ვარ, ხო იცი? ძაღლი 15 წლის უკვე ძალიან ბებერი. ხონდა მეც კარგი, ნუ მომიკლავ ახლა გურს არ გეტყობა შენც მართლა ჩემი სიკეთის არ იყოს სასაკი, ასე რომ არ გინდა ახლა. ესე იგი, ტელეწამყვანი, პროდიუსერი, ფსიქოლოგი, ზოგადად ცნობილი ადამიანი ხარ, ჩემო გია და აი შენთვის რომ ეთქვათ 20 წლის წინ ამას წარმოიდგენდი? ან 40 წლის წინ? ან 80 წლის წინ რომ სხვათა შორის რეგალიებს იცი რომ არ ვამბობ? მე იცი რამდენი რეგალია მაქვს? გაგიშტები. მე რო ეხლა შენი გაგიჟება მაკლია? შენ რო ჩემი რეგალიები ჩამოგართმევინა, ბოლოს აქედან გაგყრიან, იმიტომ რომ უკვე ტიტრებად რო გაუშვათ არ შეიძლება. შეიძლება. კი ბატონო, ესე მართლა ძალიან მიხარია შენი სტუმრობა, იმიტომ რომ ძლივს არის სტუმრად ჩემს გადაცემაში, ჩემზე უფროსი და ამიკოზე დაბალი სტუმარი. ეხლა მეხუმრე თუ დამცინე? არა, ესეც ამიკოს ჩაწერილია, ასე რომ მოთხოვე ესე. აჰა, კარგი. ერთი უცნაური კითხვა უნდა დაგისვა ახლა ჩემო გია. პრინციპში ახლა რაც არ უნდა კითხვა დაგისვა, მაინც უცნაური გამოვა ზოგადად. შენ თვითონაც უცნაური ადამიანი ხარ ზოგადად, ხო? თანხმდებით ამაზე და. ეს როგორ მომწონს რომ ბაბაფრიალებ. კი, გადასარევე და ფერებს ველაპარაკებიო, ნათქვამი გაქვს და. აი ახლა იმ ფერებს რომ შეეძლო ჩვენთვის პასუხის გაცემა, აი ყველაზე მეტად რომელი ფერი გეჩხუბებოდა? მე შავი. არ წყალობ შავს? აი რატო იცი? გადმოვიღებ, ჩავიცვავ, მე რაღაცას მივამაგრებ, მე ფერად შარფს გავიკეთებ, მე იმას, მე ბოლოს გავიხდი ხოლმე და ეტყობა შამი აბანი. ნახე შავის ვეფხვი. ამბობს, ისე არ უყვარს შავიც ვეფხვი.
ესე იგი, მოგეხსენება გია ბატონო, რომ მეფეებს ესე ტრადიცია ჰქონდათ, ჩაიცვალდნენ უბრალოდ და გავიდოდნენ ხალხში და იგებდნენ ესე იგი. ამბებს და შენ ხომ არ აკეთებ ხოლმე, ნორმალურად ხო არ იცმე ხოლმე, ხანდახან და ხო არ გადიხარ ხალხში, შენზე რას ამბობენ რო გაიგო. ახალ ამბავს გეტყვი, ძალიან სერიოზულად გიზებდი და ნაცრისფერები მეცვა. და ჩემი პროდიუსერი მეუბნება, რამდენი გამოგხედე იმდენი ვერ გიცადი რა არის. აქ რომ მოვდიოდი დედას გეფიცები. მე ხო ტვინში მემზადები ხოლმე რომ რაღაცა ვთქვა, ანუ რაღაცა ვიხუმრო, მაყურებელს გაუხარდეს და ძალიან ჩვეულებრივად ფიქრში ვამბობ რომ ისე რა უცნაურია მართლა 64 წლის ხვდები ჩემგან, აი ხო არის ვიღაცას რა ბავშვობაში ან რაღაცას რო ტანსაცმელს რო თქო არავის შემგან არაფერი არ უთხოვია. ოი და მე მგონი ეს ტრადიცია გრძელდება. ხო, იმიტომ რომ ვინდა ახლა ამიგო წარმოიდგინე ამ ფორმაში. უკვე წარმოვიდგინე. ან დათო, აი ისე ხო არ გახვიდოდით და ცოტა ხანში დაბრუნდა ახლა ამიგო ესე. ყველამ ვიცით რომ ახლა მარტო უცხო პლანეტელებს ხო არ ელაპარაკები. ელაპარაკები მაგალითად მინერალურ ქვებს. კი ბატონო და რა მეინტერესებს იცი აი გრანიტი უფრო კარგი მოსაუბრია თუ ალმასი? ვაიმე ალმასი. ალმასი ხო? ბრილიანტმა ჭიკ-ჭიკი იცი? აი რა რიცი რა ხმებს გამოს. გასმე, ხო არ გამაცნობდი 1-2 ესეთ რამოდენიმე კარატიან ბრილიანტს. არა, შეურაცხყოფას ვერ მოგეყიდე. არა, ჩემთან უნდა. ჩემთან უნდა. კი, აი, ხო ვერ გაისა ყავს კაკალსო და ჯაჯანიძეს ბრილიანტს ვერ გააგდებინებ ხო ესე იგი ამაზე არ დათქვა. ნუ რა სიზავ, მაგ ეგ ნაკლი. ესე კარგია, კარგი და ისე სხვათა შორის აი რო ამბობენ ეს ცოტა ბოროტიენები ცოტა ტყუილები უყვარსო გიასო აი მართალია მე არა ხო მართალი ყოფილა როგორი მომთფენი ადამიანი ხარ ზოგადად მე მაგ იობის მოთფინება გასმევდა ძალიან ანუ მომთფენი ხარ კი ანუ აი არაფერზე ესე იგი ნერვები არ გეშლება დიდი ხნის განმავლობაში დიდხანს ითფენ კი გჯერათ ახლა ეს რომ მართლა ასე ითფენს ყველაფერს და მართლა ესეთ მოთფინების უნარი გაქვს დავიჯერო? ვითფენ ხო, ვითფენ. აი რანაირად ითფენ? აი ახლა აი როგორ რანაირად და როგორ ეწავ ახლა მე გაგაგე. ამიტომ მასწავლა ადამიანი მდგომარეობიდან გამოყვანის 36 ხერხი. მაგდენი არ დაგჭირდა. კარგი, მაშინ რადგან ახლა ამას ამბობ და სხვანაირად არ ძალგიც, შენი მოთფინება უნდა შევამოწმო ჩვენს აპრობირებულ ტროლ და ბოტთან და ვნახოთ ერთი რამდენად გეყოფა შენი აი ესეთი საოცარი მოთფინების უნარი. იცი რა, მე ახლა გავცემ თქვენ საიდუმლოს. აბა, გაიცი? რომ ტროლი და ბოტი თქვენები არიან უცხო პლანეტელები. აი ისეთი გარეგნობა აქვს ორივეს. აჰა, შენიანები არიან ესე იგი. არა, ეგ კიდე სხვა პლანეტაზე არის. ჩემიანები სხვანაირია. პლანეტა ჭიათურა. ჭორჭომელო. ჭორჭომელო. კი ბატონო, მაშინ დრო არის მოვიხმოთ გუგა და ონისე და ვნახოთ ერთი როგორ გაუგებთ ერთმანეთს და გამოცით მოთფინებას. აბა ბიჭებო, თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი სამი ჭიათურელი ხართ ერთად შეკრებილი. აბა თქვენ იცით. სანამ ჩვენ გამოშვას დავიწყებთ ბატონო გია, გეტყვით რომ არასრულწლოვნების ცემა და წყევლა კანონით დასჯადია. ახლა დავიწყოთ. ეს მართლა გია ჯაჯაინძეა? ხო, აბა ვინმე იტყუებოდა გია ჯაჯაინძე ვარო? ჩვენ ჭიათურიდან ვართ, გია ჯაჯაინძეც. კიდევ კარგი მეტი საერთო რომ არაფერი გვაქვს. ონიშე, გიაზე ჩუდი არაფერი თქვა. მე უნდა ვთქვა. ერთმა მეზობელმა ჯაჯაინძე ჭიათურის ცენტრში დაინახა და მეგობარს კითხა ეს გია თუ რაო? ბეჭდზე ვართ გადარჩენილები, თორე ქალაქს გიათურას არ ქმებდნენ. გიათურა. ბატონო გია, ვიცით რომ ჭიათურა მოგენატრათ, ამიტომ ჩამოგიდანეთ ჭიათურის მიწა. უბრალოდ გითხარით, სად ჩამოვჩაროთ კამაჟი. გია ჯაჯაინძეს ჭიათურაში მოფერებით არაფერს არ ეძახიან. გია ჯაჯაინძეს უნდოდა 38 წლის გახდებოდა,
ჭიათურიდან წამოსულიყო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჯაჯანიძის და ჭიათურელების აზრი ერთმანეთს დაემთხვა. გია ჯაჯანიძეს რთული ბავშვობა ჰქონდა. ჩამოვიდა თბილისში, თავის გადაცემა გააკეთა და ახლა ჩვენ გვაქვს რთული ბავშვობა. სხვა რაკურსი 12 წელია გადის, მაგრამ მე ერთიც არ მინახავს. ვაგროვებ და მე ვნახავ ერთად ყველას. აქვე გეტყვით რომ თავიდან ჩაჩანიძეები, ჯაჯანიძეები ვიყავით სანამ გია ტელევიზიაში გამოჩნდებოდა. გია ჯაჯანიძეს ერთმა ადამიანმა უთხრა ძალიან მიყვარხარ და შენი ფანი ვარო. პატარა ვიყავი და გადამაყოლი ახლა. გია ჯაჯანიძე ასაკით ბაბუა ჩემია. და შეხედულებით ბებია შენი. გია ჯაჯანიძე ქვებს მართლა ელაპარაკება. აბა ხალხს მაგის აღარ ჯერა და ვინმე მხო უნდა მოусმინოს. გიას ვირ იყავდა. ვირს გია. ბატონ გიას ნათქვა მიაქვს ღამე უცხო პლანეტელებს ვეშაუბრებიო. და უცხო პლანეტელები რას პასუხობენ? დაგვაჯინე ღამე 3 საათიაო. გია ჯაჯანიძე ცალცალი კალოში ჩამოვიდა სოფლიდან და ახლა ცალცალი ბოტასი აცვია. ამბობენ გია ჯაჯანიძე ძალიან მომთმენი არისო და მართლა. კი, მაგრამ მაინც და მაინც ნუ შეამოწმებ. ერთმა შეამოწმა და კი აცვია ახლა. თუ გია ჯაჯანიძეს ზემოდან დახედავ, წყლის გუბეში დაღვრილი ბენზინი გეგონება. ბიოლოგიური კატასტროფის ცენტრი. ჯაჯანიძეს ბევრი ჩორი ყავდა. პირველ წელს იმიტომ ეჩხუბა რომ ტაშაჩფერი ვერ გაიყვეს. გია ჯაჯანიძე დაასაქციეს, მაგრამ სულ მარცხენა ფეხზე კიდია. მარჯვენაზე რატო არა? მარჯვენაზე ხალხის აზრი კიდია ჩაჩვულობაზე. გია ჯაჯანიძეზე რო იფიქრებს, ამან მეტი რაღა უნდა ქნასო, მაგ დროს იწყებს სიმღერაში. სოკრატემ თქვა, მე ვიცი რომ არაფერი არ ვიციო. ჯორდანო ბრუნომ თქვა, დედამიწა ბრუნავსო. და გიამ თქვა, ზღვა ღერავს, მე არაო. ბატონო გია, თუ დამეგეწყინა, ზურას არ უთხრა. პირდაპირ ჩვენ გითხარით, ოღონ ჭიათურაში. ახლა შენ მათ ჩამოსვლები მაინც არ ხარ, ხო ვიცი მე. აბა, რა სიტყვია ბატონო? არა, ძალიან ნიჭიერი ბავშვები. უდაოდ. ძალიან ნიჭიერები არიან. სხვათა შორის ჭიათურლები ნიჭიერები ვართ. დიდი მადლობა, დიდი მადლობა შენ, ჩემო გია, ჩვენი სტუმარი იყო ყველასათვის მართლა უსაყვარლესი გია ჯაჯანიძე.